დილიდან ხალხმრავლობა ციხეებთან გლდანი ქსანი რუსთავი პატიმრების საპყრობილეებს ტოვებენ. იგულისხმება ის 92 მსჯავრდებული, რომლებიც მძიმე ავადმყოფები არიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაწყალებელთა სია პრეზიდენტ სოზარ სუბარმა გადასცა, თუმცა სააკაშვილის მიერ დამტკიცებული 92 კაციანი ჩამონათვალი უკვე გახდა პროტესტის მიზეზი. 8 პატიმარმა, რომლებიც შესაწყალებელთა შორის არ მოხვდნენ, შიმშილობა დაიწყეს. სასჯელახსრულების სამკურნალო დაწესებულებები მძიმედ დაავადებულმა პატიმრებმა დღის განმავლობაში ეტაპობრივად დატოვეს. გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 40 მსჯავრდებული გამოვიდა. Მიენდა მძიმე ავადმყოფი ვარ, მეოთხე სტადიის განგრენა მაქვს. თელმა რეზვანის მომეხმარა და დამიდგა გვერდზე. მადლობელი ვარ ექიმების და მის დამიდგა გვერდზე. 2 წელი და 5 თვე მქონდა დარჩენილი. გუზლი მაწუხებს და შაქრიანი დიაბეტი მქონდა. აქ დამარცხეს ყველაფერი. სასჯელახსრულების მინისტრის სიის საფუძველზე შეწყალებულ მსჯავრდებულებს საპატიმროებთან ახლობლები ელოდებოდნენ. ოჯახის წევრები პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესებას ციხეებში არსებული პირობებით ხსნიან. ესეთ მდგომარეობაში ყავდათ პატიმრები. ანუ რა მდგომარეობაში იყო რა შევიდეთ? ჯამთელი იყო, სრულიად ჯამთელი იყო. და აი დღეს ახლა ნახავთ, იხილავთ რაც არის. თავისი ფეხით არ შეუძლია გადაადგილება. 92 მძიმედ დაავადებული პატიმრის სია პრეზიდენტ სასჯელახსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადაუგზავნა. პრეზიდენტმა მსჯავრდებულების შეწყალებას ხელი დღეს მოაწერა. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში გაიმართა აქტიური მუშაობა ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამის სამსახურსა და სასჯელახსრულების სამინისტროს შორის. სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად პრეზიდენტმა დღეს გამოსცა აქტი 92 მსჯავრდებული შეწყალების თაობაზე. პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით კიდევ 8 მსჯავრდებული მიმართავს. მძიმედ დაავადებულმა პატიმრებმა ქსნის ციხეში მედიკამენტების მიღება შეწყვიტეს და შიმშილობა დაიწყეს. მონიტორინგის ჯგუფის წევრები მსჯავრდებულთა მიმართვას ავრცელებენ. მათ 8 დღე არ მიუღიათ მედიკამენტების საწინააღმდეგო და 4 დღე უკვე შიმშილობენ. იმ მდგომარეობის ფონზე მათი მოთხოვნა არის, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს ის. ამ ეტაპზე ჩვენ ვისარგებლეთ შეწყალების მექანიზმის მივმართეთ შუადღოლობით, იმიტომ რომ კომისია ჯერ არ იყო შექმნილი და ამ ადამიანების დაყოვნება სასჯელახსრულების სისტემაში მათ ჯანმრთელობას, მათ სიცოცხლეს ექნებოდა პირდაპირ საფრთხე. სასჯელახსრულების სამინისტროში უმძიმესი ავადმყოფების გათავისუფლებაზე კომისია მუშაობას განაგრძობს.